აგერ ლამაზად ამოცურდა მთვარე ცაზე. სთოვლია მთავარი აქედან ჩასვლად ქვიშე როგორ ჩავალთ. ეზია ნაშენები. წარმოიდგინეთ მტერს როგორ გაუჭირდებოდა აქ შეტევის გაკეთება. ნახეთ რა ხედებია. და როგორი მიუდგომელი ციხეა. შეხედეთ. საიდან ავალჯერ არ ვიცი. ამ კლდეზე რომ მომიწიო სასვლა მაინც ავალ. ესეთი რთული რელიეფის გამო, ესეთი ცუდი ამოსასვლელის გამო თავს ვიკავებდი ხოლმე ამოსვლაზე. მაინც ამოვედი და ეს ჩვენი ისტორიული ციხესიმაგრე მაინც მოვინახულე. მოდით ახლა შიგნით შევიდეთ და ვნახოთ როგორი დიდებული ისტორიას უფევს კედლის სიღრმეში. კედლების სიღრმეში შევხედოთ ახლა შიგნიდან. აბა როგორი გარემოა. ნახეთ რა საოცარი ხედია, ნახეთ როგორ მედგრად დგას ისევ კედლები. მოდით ხალხო მოინახულეთ. ისტორია შემოგვინახეს ჩვენაც წინაპრებმა. თუ არ შეგვიძლია ეს ისტორია გავაგრძელოთ, ავაშენოთ და ისევ ძველი ერსახეს დაუბრუნოთ, ის მაინც გავაკეთოთ, რომ მოვიდეთ, მოვინახულოთ ეს ჩვენი მიწა-წყალი, რომელიც ესე მედგრად ისევ დგას ამდენი წლის შემდეგ, საუკუნეების შემდეგ და ესე გვინახავს ისტორიას. მოვიდეთ აუცილებლად, მოვინახულოთ და სადაც ჩვენი წინაპრების სისხლი დაიღვარა, ესე აქედან ახლოდან როგორც შეგვიძლია ისე მივაგოთ პატივი. რა მოვედით სანთელიც დაუთეთ ჩვენს წინაპრებს, მათი ხსოვანისა იყოს. მოვინახულეთ ჩვენი ისტორიული ადგილი ქვემო ქართლში, დმანის მუნიციპალიტეტში, ქციის ხეობის მიმდებარედ. აგერ სანთელიც დაუნთეთ, შოკოლადებიც მოუტანეთ და ეხლა გავუყვეთ დაბლა ხეობისკენ. თორე უკვე დაგვეღამდა. და ამ თოვლში ესეთ ციცაბოზე ჩასვლა ცოტა რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერი.